ვაგრძელებთ საუბარს ჩვეულებრივ და ეს საუბარი ეხება იმ ანალიზს, რომელიც ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით თავისთავად მიმდინარეობს და გვინდა გავერკვეთ ყველა იმ პროცესში, რომელიც არსებითია ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და მისი მომავლისათვის. რაც შეეხება გარემოვლენებს, ჩვენ აბსტრაქტულად გარემოვლენები გვაინტერესებს იმდენად და იმდენად ცდილობთ გავერკვეთ მასში, რაც უშუალოდ დაისახება საქართველოზე და რაც მსოფლიოში ხდება უშუალო გავლენას ახდენს ქართულ სახელმწიფოზე, მის შიგნით თუ მის გარეთ არსებულ მდგომარეობაზე. მოდით დავიწყოთ იმით, რაც ალბათ განსაზღვრავს ისეთ არ შემდგარ ძალიან ძიმე მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს დღევანდელ სიტუაციას, როგორიც საქართველო არის. გარე მდგომარეობა კი დადებულია და რაიმე გამოკვეთილი კონტურები იმისა, რომ მალე იქნება მიღწეული მშვიდობა არ არსებობს. ირანთან დაკავშირებით გამოკვეთილია მთავარი კონტურები, რაზეც ანალიზი თავისთავად მიუთითებდა, რომ ასე იქნებოდა, გახსოვთ ჩემი ანალიზები, გახსოვთ აქ დაფასთან ახსნილი ის მდგომარეობა, იმ ასიმეტრიის კანონზე საუბარი, რაც განსაზღვრავდა საქართველოს უპირატესობას, მასზე გაცილებით მრავალრიცხოვანი მტერის და ძიმე სიტუაციების მიუხედავად იგივე მდგომარეობა იყო ირანის მიმართ და თქვენ ხედავთ, რომ ფაქტობრივად ომი უპერსპექტივო გახდა იმისთვის, ვინც ეს ომი წამოიწყო და ეს იმდენად უპერსპექტივო საქმეა, რომ ეხლა გამოსავალის მოძებნაც კი ძალზე გართულებულია და ამას ხელს უწყობს არაერთი მოვლენა. ომი ომია, მაგრამ მას ყოველთვის აქვს ძალიან დიდი, რომ იტყვიან, შიგა კონტექსტი, ის ინტერესები, რომელიც პოლიტიკის მხრივ მოითხოვს, რაგი ომი დაიწყო, ომის ფარგლებში მის გადაწყვეტას და რაგი ომი დაიწყო აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენების საფუძველზე, გითხრათ სიმართლით ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო და მე ამაზე ღიად საუბრობდი, რომ არანაირი აუცილებლობა შეერთებული შტატებისთვის ომის დაწყების არ იყო, არანაირი საფრთხე ირანს არასდროს არ შეუქმნია შეერთებული შტატების და ვერ შეუქმნით, გამორიცხულია, მაგრამ მოხდა ის, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყველა მისი მთავარი სამსახურის ხელმძღვანელის სრული ინფორმაციის, ნეგატიური ინფორმაციის მიუხედავად, რაც შეიძლება მოჰყოლოდა, არ დაიჯერა და მივიდა ძალზე მძიმე მდგომარეობამდე. რა არის ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რაც მოხდა? ხდება ის, რაც ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს ავიწროებთ შეერთებული შტატებისთვის. კერძოდ, თქვენ იცით, რომ 1973 წლიდან საუდის არაბეთთან შეთანხმებით და ამან განაპირობა კიდევ მთავარი ის, რომ შეერთებული შტატები პატრონობდა ამ ხელოვნურ სახელმწიფოს, ნავთობი იყიდება მხოლოდ დოლარზე. ეს უკვე არის 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ამ სიტუაციებმა მოიტანა ის, რომ ნავთობდოლარს, როგორც მას უწოდებენ, გაუჩნდა რეალური კონკურენტი და ეს ვალდებულება სახელმწიფოებისთვის, რომ იყიდონ ნავთობი დოლარზე ფაქტობრივად დაიშალა, დაინგრა. თითქოს და ორმუზის ყურე ჩაკეტილია, არაფერი ჩაკეტილი არ არის, მას ამოძრავებს და აკონტროლებს თავიდან ბოლომდე ირანი, ვერანაირი ბლოკადა ვერ განხორციელდა
თავისუფლად მოძრაობენ ირანის გემები, გადის ის ნავთობი, რომელიც უნდა გადიოდეს და თანხმობა მიცემულია ირანის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძირითადად ჩინეთის მიმართულებით და არა მხოლოდ, მაგრამ ჩინეთი რჩება მთავარ, რომ იტყვიან, მომხმარებლად ამ სპარსეთის ყურის ნავთობისა. ეს ერთი მხარეა, არ არის უმნიშვნელო მხარე, იმიტომ რომ ამას თავისი გაგრძელება ექნება და ეს გაგრძელება კარგ პერსპექტივას შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებში ირანმა უარი თქვა მონაწილეობაზე, წარმოიდგინეთ თქვენ ცალმხრივად თქვა უარი, ომი არ განახლდა, ომი ალბათ ძნელად საფიქრალია რომ განახლდეს, ახლა შეიძლება ვინმე თქვას, როგორ არ შეუძლია გაანადგუროს ირანი დღეს შეერთებულმა შტატებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ შეუძლია და რომ შეეძლოს ის ამდენი ხანი ამას გააკეთებდა. გათვლები აღმოჩნდა მცდარი, გათვლები ისევე აღმოჩნდა მცდარი, როგორც აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის მიმართ. თუმცა რუსეთს დამარცხება გარედან არ ჭირდება, ვერ დაამარცხებს, მაგრამ რუსეთი დღევანდელ შექმნილ სიტუაციაში მარცხისპირასაა ქვეყნის შიგნით შექმნილი მდგომარეობის გამო. ეკონომიკური კრიზისის სახეზეა, ალბათ დეფოლტი მოხდება, ბოდიში დეფოლტი კი არა, სეკვესტრი მოხდება ბიუჯეტისა, საოცარი რაღაცეები ხდება, რომელიც უფრო საბოტაჟის ნიშნებს აქვს, ათასობით და 1000-ობით საქონლის გაწყვეტა ციმბირში, აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკა, საერთოდ გაუგებარია ბინ მართავს დღეს რუსეთს და ეს ყველაფერი რომ მოსალოდნელი იყო გარკვეული პერიოდის წინ აღწერე კიდევ სიტუაცია. ამიტომ ილუზიები საქართველოში დაკავშირებული ორიენტაციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უნდა იყოს დაგმობილი, იმიტომ რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ შეიძლება გქონდეს რუსული ორიენტაცია და არ შეიძლება გქონდეს სხვა ტიპის ორიენტაცია, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მე ყოველთვის საუბრობდი იმაზე, რომ საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფოსთვის ასეთ გლობალურ დაპირისპირებაში ერთადერთი სწორი პოლიტიკა არის მიუმხრობლობის პოლიტიკა და დეტალურად მაქვს ასნილი თუ რას ნიშნავს მიუმხრობლობა. არა ეგრეთ წოდებული უკვე სალაპარაკოდ ქცეული ნეიტრალური საქართველო, ვერავით არის ნეიტრალური საქართველო ვერ იქნება, სანამ მსოფლიოს სამი მოთამაშე და უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ თუ ეს ყველაფერი ასე დასრულდა, როგორც არის, მეოთხე მოთამაშე ჩნდება ირანის სახით და ეს უსაშველო სერიოზული მოთამაშე იქნება, არა მხოლოდ იმის გამო ის დაქვემდებარებული იყო აქამდე ჩინეთზე, რუსეთზე, თუმცა უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია იყო, რესურსები იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ის რაც მოხდა ამ ომის შემდეგ, თუ ეს ყველაფერი ასე დასრულდა, ირანი აშკარად თვითონ ხდება ძალზე სერიოზული მოთამაშე, რა თქმა უნდა ის დასავლური ორიენტაციის სახელმწიფო არ იქნება, მას სჭირდება ძალიან კარგი ურთიერთობები, არავითარ პრობლემებს არ ქმნიან ისინი ურთიერთობებში, მაგრამ მათ სჭირდება ის, რასაც ისინი ათწლეულებია მოითხოვენ. მათი ინტერესების აღიარება და რეგიონალური სახელმწიფოს, ანუ როგორც უწოდებენ რეგიონალური სახელმწიფოდ მისი ცნობა, დიდი ინტერესები მას მსოფლიო მასშტაბით არ აქვს, მას უნდა აკონტროლოს ორმუზოს ხუბე, მას უნდა მოეხსნას სანქციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როგორც ჩანს, მე ვერ გეტყვით ახლა და ვერც ვერავინ ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება, მაგრამ შეერთებული შტატებისთვის ომი დასრულებულია და მისი განახლების პერსპექტივა პრაქტიკულად, როგორც მე ვაკვირდები შეერთებული შტატების პრესას, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა
რომც განახლონ, აქედან ხეირი, რომ იტყვიან სარგებელი შეერთებულ შტატებს არაფრით არ იქნება. იგი ისეთ ჭაობში ჩაძვრება, საიდანაც მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება. რუსეთის მდგომარეობა კი განსაკუთრებით დამაფიქრებელია საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ისევე როგორც ევროპაზე გვაქვს ილუზიები საქართველოს გარკვეულ ნაწილს, ასევე საქართველოს ნაწილს გარკვეულ ნაწილს ასევე ილუზიები აქვს რუსეთის მიმართ. ხარც უსვამ. მიუმხრობლობის პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ინტერესების ფარგლებში და სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე თანამშრომლობთ ევროპასთან, თანამშრომლობთ რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან, ირანთან, თურქეთთან და ასე შემდეგ პრაგმატული ინტერესების ფარგლებში და სტრატეგიული ინტერესების ხელყოფის გარეშე. სხვა პოლიტიკა შეიძლება არსებობდეს? არა. ამ დაძაბულ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს შორის არაფერი გარკვეული არ არის და ირანთან რომ დასრულდება საქმე დღეს უკვე ეს ნათელია და ირანი აქედან ძალიან ძლიერი გამოვა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის მიმართ რაიმე კონსენსუსი არსებობს მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს შორის, გამორიცხულია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მე კიდე გეუბნებით, ღიად გეუბნებით, პიროვნულად არცაც არ ვიხები, არ მაინტერესებს, ისინი დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან, ზეგ არ იქნებიან, მნიშვნელობა არ აქვს, ხვალ და ზეგ ეს ძალიან შორს არ არის, საკმაოდ მალე არის. საქართველოს მთავარი აქვს, მისი სახელმწიფოებრიობა მთავარი, ჩვენი განვითარება მთავარი და ამ თვალსაზრისით როგორც წინა ხელისუფლება, ისე დღევანდელი ხელისუფლება არის სრული კატასტროფა ქვეყნისთვის და სრული კატასტროფა არის იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით მსოფლიო მდგომარეობა ასე დაძაბული არ იყო, თუმცა სააკაშვილის მთელი საგარეო პოლიტიკაც იყო აგებული აბსოლუტურად მცდარ წანამძღვრებზე, დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც უკვე 13 წელია, ხო? მეტი. რაც არის ხელისუფლებაში და საერთოდ ვერ გაერკვა მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში რა ხდება მსოფლიოში არა და ამის თაობაზე მე პირადად და არა მხოლოდ მე საუბრობ ღიად, საუბრობ ინტენსიურად და ძალიან კარგად ვიცი რომ შენივრად უსმენენ ყველაფერ ამას, მაგრამ მათ იდეოლოგიით გახწნილ გონებაში ვერაფრით პრაგმატული აზროვნება ვერ ჩნდება. ამიტომ ჩვენ გვაქვს ვითომ პროტესტები პარლამენტის წინ და თურმე ესენი ევროპული ორიენტაციის ხალხია და ხელისუფლება არის თურმე რუსული ორიენტაციის, კიდე გეუბნებით. გარედან მოყვანილ ხელისუფლებებს ორიენტაციები არ გააჩნიათ. ისინი ემსახურებიან გარედან მომყვან ძალას და ამდენად თვითონ ის დაპირისპირება, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს, არის ხელოვნური და არის იდეალურად მოფიქრებული და აწყობილი, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავდეს და ისინი ინარჩუნებდნენ იმ პოზიციას, რა პოზიციებზეც არიან ხელისუფლება მუდმივი პედალირებით იმისა, რომ საფრთხე არსებობს და ჩვენ თუ არ ვიქენით მოვლენ ესენი კი სამწუხაროდ იქ ბევრი ძალიან წესიერი ადამიანია, მხარდამჭერია, მოტყუებულია, იდეოლოგიური წარმოდგენები აქვს ისეთი, რომელიც ამ საცოდა უნივერსიტეტებში ვინც კი მოხვდა უნერგავდნენ ამდენი წლის განმავლობაში, ამიტომ იდეოლოგიამ საერთოდ დაამთხვია სწორედ მათი აზროვნება და გახადა პრიმიტიული, ბოლშევიკური, იმიტომ რომ აგრესია ყოველთვის დაკავშირებულია ბოლშევიზმთან, ტოტალიტარიზმთან და წესიერი საზოგადოებისთვის აგრესიულობა არ არის დამახასიათებელი, რადგან
წესიურ საზოგადოებაში თუ ჩვენთვის ეს სახელმწიფო არის ერთიანი სახელმწიფო, ჩვენთვის შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ სხვადასხვა აზრზე ვართ თუ არა, მაშინ ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთმანეთთან, შეიძლება ძალიან ხისტი დიალოგი, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რა პრობლემებია, როგორ გავწვიოთ და ამ საუბარში იკვეთება ის, რაც შემდეგ უკვე საზოგადოება აღიქვამს, როგორც შეთანხმებას და პოლიტიკა ხორციელდება ამ სარე შეთანხმებების დონეზე. არავითარი დიალოგი ქვეყანაში არ არის. ჩვენი ინტენსიური ზეწოლით ხელისუფლებამ თითქოს და დაიწყო დიალოგი, რომელიც უფრო არის კარიკატურული პორტრეტი სახე დიალოგისა, იმიტომ რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ვინმესთან პროფესიულ დონეზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროზე საუბარი, თუ არა მის ოპონენტებთან წყარებში, იმ ოპოზიციასთან, რომელიც მაშინ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ და დეტალებზე არ გადავიდე, იმიტომ რომ ოპოზიციაზე საუბარი და დღევანდელ ხელისუფლებაზე საუბარი მათი დაპირისპირების კონტექსტში სერიოზული თემა არ არის. თავი სერიოზული თემა არის ხელისუფლების პოზიცია დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვის შეუძლია მითხრას რა პოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მის დამოკიდებულებას უზარმაზარი პროცესების მიმართ, რომელიც მსოფლიოში მიდის. რა ორიენტაციისა, ამას თქვენაგლული იკითხავს მხოლოდ, იმიტომ რომ არავითარი ორიენტაცია საქართველოს არ ჭირდება, საქართველოს ჭირდება, გავიმეორებ, სახი პროფესიული, პრაგმატული პოლიტიკა მიუმხრობლობის დაგრებში და მაშინ მე გეკითხებით, საიდან იღებს სათავეს ის ფეიქები, რომელსაც განსაკუთრებით ინტენსიურად ავრცელებენ სააკაშვილი-ქოთოიანი მხარდამჭერები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ხალხატონები 30-35, კიდევ უფრო ახალგაზრდები, რომლებიც ესე იგი აცხადებენ იმას, რომ აი თქვენ რუსეთისკენ გინდა და თქვენ ჩელიაბინსკში, ჩვენი შვილები ჩელიაბინსკში იყოს და თქვენი შვილები ამერიკაში, ერთი ჩემი შვილები ამერიკაში არ არიან, ჩემი სიძე ამერიკელია და ჩემი ქალიშვილი თავის შვილებთან ერთად არის თავის მეუღლესთან თავის სახლში. რაც შეეხება ჩემ ოჯახს, ის თბილისშია, ჩემი შვილი თბილისშია, ვაჟიშვილი და ჩვენ ერთად დაცულას არ ვაპირებთ და ამდენი ხანი რომ რაიმე სურვილი გქონოდა, ჩემი ვაჟიშვილი წავიდა და ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მე ოჯახი მყავს საზღვარგარეთ და ამდენად მე ქართველების დანარჩენ ოჯახებს ჩელიაბინსკისკენ მოვუწოდებ, კიდე გეუბნებით, მე 30 წელი ვარ საჯარო პირი. უამრავი გამოსვლებია ჩემი. ამ 30 წლის სატელევიზიო უამრავი ინტერვიუ საზღვარგარეთ საქართველოში სადმე მანახეთ ერთი ფრაზა, სადაც მე მithქვამს, რომ საქართველო უნდა იყოს რუსული ორიენტაციის ქვეყანა. მე საქართველოში ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც წლების წინ დეტალურად ავწერე რა პრობლემა აქვს რუსებს. ავწერე მათი ელიტები, არავის არ აქვს. ავწერე მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა გნებავთ ახლა ჯანგიანი ტანკები აქვს და უკრაინა გაანადგურებს რუსეთს, რომ ამ იდიოტიზმის დონემდე დავიდეს ჩემი საუბარი, არასდროს არ მithქვამს, თუმცა რუსეთთან კარგი, მეზობლური, პრაგმატული ურთიერთობები, ეს არის უალტერნატივო, ისევე როგორც კარგი, ნორმალური ურთიერთობები ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან, თუ გნებავთ მეზობლებთან, კარგები არიან ისინი, ცუდები არიან, პოლიტიკაში ეს შეფასებები არ არსებობს. ადრე ვიღაცა ჩვენი მტერი იყო, ახლა ეს არის ტყუილი საუბარი, ეს არის ცდარი საუბარი, ამიტომ რატომ მოიმატა ჩემი სახელით სპეკულირება ამ საკმაოდ დაბინძურებულ წრეებში, რომელსაც ქვია მე უძახი მათ
კაშვილი ფოტო გამოკრული ხალხი, რომლებსაც უბრალოდ აზროვნება არ აქვს. მე რამიყვებს ესეთ 25 და 30 წლის, 35 წლის გაკეთნობით სრულიად ნორმალური გოგონა ხალბატონი უცხოთ რა თქმა ის უთხრა ქალიშვილი თუ არა ქალიშვილი მნიშვნელობა არ აქვს ამას. მე როგორ იგინებით? მე უფროსი ვარ თქვენთან შედარებით. მთელი ჩემი ცხოვრება საქმეში მაქვს გატარებული. ჩემი წიგნები ნებისმიერი წიგნი აიღეთ და შეადარეთ იგი თქვენთვის საყვარელ ევროპის და შეერთებული შტატების უნივერსიტეტის წიგნებს, რა შედეგს ნახავ. მაშინ საიდან მოდის ეს ორგანიზებულად? ჯგუფურად შემოიჭრებიან ჩემ გვერდზე, მოიგონებენ ამ სისულელეს, კითხები ერთი და იგივეა, და მაგალითად ბოლოს შემშვილიშვილთან დაკავშირებულ პოსტზე. შენი ოჯახი იყოს ამერიკაში და ჩვენები ჩელევენსკში, თქვენ წვინ გამრუდებულო დიდი ბოდიში და სრულიად უვარგის ოჯახებში გაზრდილებო. სად თქმულა ეს ყველაფერი ჩემგან? მე ისევე როგორც საშინლად წინააღმდეგი ვარ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო თავისი დამოუკიდებლობის სერიოზული ნაწილი გადასცეს, ვიდრე მათ შორის ისეთ პრობლემურ წარმონაქმნს, როგორც ევროკავშირია, რაც შეეხება ნატოს, 1000-ნაირად გიხსნით 2007 წლიდან, რომ ვერავითარ ნატოში საქართველო ვერ გაწევრიანდება ვერასდროს, ისევე როგორც ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. ნახეთ უკრაინის მდგომარეობა. ნახეთ რა პასუხს, უხეშ პასუხს აძლევს ევროკავშირი და განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია, რომ არავითარი დათმობა არ იქნება უკრაინის მიმართ და არავითარი დაჩქარებული ტემპები არ იქნება მისი მიღება. საერთოდ არ იქნება მიღება, მაგრამ ისინი წლის ბოლომდე გადასცემენ უკრაინას $60 მილიარდ, გადასცემენ 120,000 დრონს. დააკვირდით, გადასცეს ყველაფერი გარდა ატომური იარაღისა და რუსეთის შიგა ტერიტორიები ინტენსიურად იბომბება. რაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც მე ვფიქრობ და შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი გადასახედიდან, თუმცა მე ეს ადრეც გითხარით, რუსეთს თუ დაგუპავს, მარტო შიგა მეხუთე კოლონა დაგუპავს, ერთადერთი გზა რუსეთის დამარცხების არის შიგი მისი აფეთქებისა და დღეს უკვე ძალიან საღი, ძალიან დიდი პროფესიონალი რუსები, ნამდვილი სპეციალისტები თავისი საქმისა და თავისი ქვეყნის მოყვარულები პირდაპირ ამბობენ, რომ 1917 წელი შეიძლება იყოს მონარქია. სისხლის გუბეები შეიძლება დაადგეს. რატო? მიდის საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე და სამხედროებს არ აძლევენ ოპერაციის განხორციელების საშუალებას. უკვე კითხვები ჩდება. რატომ არ ანადგურებთ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს? რაიმე რთულია, რაიმე 4 წელი ჭირდება უკრაინის დამარცხებას, არ ჭირდება ხა თავს თუ ისულელებთ ვინმე და რაღაც სულელურ უნივერსიტეტში სწავლობთ, რომ სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით შეუდარებელი რამებია. რა ხდება? ხდება ის, რამაც შეიძლება აანგრიოს რუსეთის შიგნიდან და რუსეთი არის ამ ხრივ ძალიან მოწყვლადი და მე ამას ვამბობ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ანალიზები მე ადრე მაქვს გაკეთებული. შეიძლება ჩემი პოზიციის კაცი საქართველოს სადმე შეტენაზე საუბრობდეს და მით უმეტეს არა, მაგრამ რუსეთთან ჩვენ გვჭირდება სერიოზული ურთიერთობები. რა მოვლენები განვითარდება რუსეთში, ეს არის მათი საქმე, ჩვენი საქმე კი არის მივიღოთ ის სიტუაცია, რაც დადგება და გონიერი პრაგმატული პოლიტიკა ავიღოთ. აქვს ამას ალტერნატივა არ აქვს. აბა რა ხდება? ხდება, რომ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის აზროვნება დავიდა კრეტინული აზროვნების დონეზე, როდესაც ფობიური განწყობები, როდესაც უხეში ლანძღვა, ყველაფერი იმისა, რაც არ შეესაბამება ამ ადამიანთა ჯგუფის შეხედულებებს
არის არანორმალური, რომ იტყვიან სიზღის ქვეშ მოქცეული, ამას კი არა, ამ ცოტა ხნის წინ რუსეთს თავი დავანებოთ. მასკის განცხადება იყო, რომელიც სერიოზულად იცით თქვენ, ძალზე სერიოზული ადამიანია, ვინ რა იცის მასკის შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია ძალიან ღრმად ვისაუბრო და მე მალე ვისაუბრებ ერთ-ერთ გადაცემაში ახალი კონსერვატიზმის შესახებ, იმ დიდი ჯგუფის შესახებ, რომელმაც მოიყვანა ტრამპი ხელისუფლებაში და რომელიც არის მხოლოდ განხორციელებელი გარკვეული პროექტისა და სხვა ის არაფერს არ წარმოადგენს, მის უკან კი ძალიან დიდი ინტელექტუალური, ძალიან შეძლებული და ძალიან ინტელექტუალური, აი განათლების მხრივ და ცოდნის მხრივ უმაღლესი დონის ხალხია, მე ამას ყველაზე ძალიან მალე ალბათ მაქსიმუმ ერთ კვირაში 10 დღეში ვისაუბრებ ცალკე გადაცემაზე. და მე გამაოგნა, როცა გამომიგზავნეს მასკის შეფასებები ამ ტვინგახვრეტილი ხალხიდან, რომელსაც სააკაშვილის მხარდაჭერები ქვია. ეს არის იდიოტიზმის ბოლო დონე, რომლის იქეთ არის ფსკერი და ფსკერს ვეღარ გაამგრევ, იმიტომ რომ ქვევით უკვე გასანგრევი არაფერი არ არის. ესე იგი, რაც მათ ევროპულ ორიენტაციას ბჭყალებში ანუ იდიოტიზმს ჩამოყალიბებულს, იმიტომ რომ დღეს ევროკავშირს იმდენად დიდი პრობლემები აქვს და იმდენად დაკარგული აქვს პოლიტიკური წონა, რომ იქ გინდოდეს შესვლა, მოიცადეთ, გადავიდეს ეს სოფლიო უბედურება, დავაგდება რაღაც სიტუაცია, 1000-ჯერ გავიმეორე ანბანური რამ, სწრაფად ცვალებად გარემოში არც გონიერი პიროვნება იღებს გადაწყვეტილებას, გრძელვადიანს და არანაირ ვალდებულებას არ იღებს და არც სახელმწიფო არ იღებს. თქვენ მართლა ფიქრობთ, მე მზად ვარ ყველას გესაუბროთ, რომ დღევანდელი გადასახედიდან და ეს გადასახედი საკმაოდ შორ პერსპექტივას გულისხმობს ნატოს ან ევროკავშირის სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამი მთავარი სახელმწიფო და ორი რეგიონალური სახელმწიფო, ირანი და თურქეთი არ დაუშვებს, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ყველას ინტერესებს. თქვენ გონიათ შეერთებული შტატების ინტერესები და ევროკავშირის ინტერესები ერთი და იგივეა, გამოჩნდა რომ არ არის ერთი და იგივე. არის წინააღმდეგობა, არის სერიოზული წინააღმდეგობა. ესე ცალკე თემა დეტალურად გასარჩევი და მე ამას რამდენჯერ გავუსვიხავდი, რომ შეერთებული შტატების ორიენტაცია პოლიტიკაში სხვა რამეა, ევროკავშირის პოლიტიკური ორიენტაცია უბრალოდ სუსტია, უუნაროა, არაფერი არ შეუძლია, მაგრამ პოტენციალი ევროპაში არსებობს, თუ კი ევროპა თავის კლასიკურ განვითარების სტადიისკენ აიღებს გერს, ანუ ახალ ვითარებაში იგივე პრინციპებზე დაფუძნებული შეძლებს გარკვეული მოდერნიზაცია მოახდინოს მისი შიგა მდგომარეობისა და შეიძლება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში მოხდეს, თუ იგი უარსიტყვის ნეოლიბერალიზმზე, უარსიტყვის გლობალიზმზე, უარსიტყვის საკუთარი უზარმაზარი საგანმანათლებლო სისტემის განადგურებაზე და ამ განადგურებაში ქართული ძალიან ძლიერი საგანმანათლებლო სისტემაც მოახვედრეს, რომელსაც გასალაშინება ჭირდებოდა, ცოტა სხვანაირ აქცენტების გაკეთება ჭირდებოდა, თუმცა ფუძე ძირი იყო საინჟინრო საბუნებისმეტყველო განათლება და ამ თემას თუ მივცემ გასაგანს დღევანდელი გადასახედიდან ევროკავშირი არანაირად არ არის მიმზიდველი საქართველოსთვის, კარგი ურთიერთობას წინ არაფერი არ უდგეს, საქართველოს აქვს სხვა პრობლემა. სხვა პრობლემა, რომელიც დღევანდელი ასევე გადასახედიდან აშკარად მიანიშნებს იმას, რომ როგორც გეოპოლიტიკური სიტუაციის წარმოდგენა ქართულ ხელისუფლებას არ გააჩნია ხასუსვა. თუ შეგიძლიათ განსაკუთრებულო მხარდაჭერებმა დღევანდელი ხელისუფლებისა, თუმცა ხელისუფლება არ არსებობს, არსებობს ერთი არაფორმალური მმართველი. შეგიძლიათ ერთი
2-3 წინადადებით არაფორმალური მმართველის მიერ შეფასებული საგარეო ვითარება, რომელიც მიგვანიშნებს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ის მიიღებს, იქნება ამ გონიერების ფარგლებში მიღებული. შეგიძლიათ მითხრათ, 1-3 წინადადებაში, ძალიან მოკლე წინადადებაში ჩარტეული აზრი. ვერ მეთქვით, იმიტომ არ არსებობს. მაშინ გადავიდეთ ახლა იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ფორმალურად არსებობს საქართველოში. მთავრობა, მთავრობის მეთაური, პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. შეგიძლიათ მითხრათ, ან პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეფასება პოლიტიკურ, პროფესიულ დონეზე ვითარებისა და საქართველოს გასაკეთებენ სამაგიეროდ სპორტად გაიხადეს ამ deep state-ის ლანძღვა, ევროპული ბიუროკრატიის ლანძღვა და ამას ისე აკეთებენ, თითქოს უნდა თავი მოაწონონ ქართველ ხალხს იმ ნაწილს, ამ ნაწილს არა, იმ ნაწილს, რომელსაც განსხვავებული ორიენტაცია გააჩნია. მაგრამ რომელი პოლიტიკური, პროფესიული შეხედულებათა სისტემა იძლევა იმ რეკომენდაციას, რომ თქვენ ნაცვლად პრაგმატული პოლიტიკისა ლანძღოთ ტრამპი და განა ტრამპს არ ლანძღავენ ჩვენი ხელისუფლებით. მხარდამჭერი ეგრეთ წოდებული ექსპერტები, ფილოსოფოსები იქნება ეს თუ სხვა ვინმე. შედეგი რა იქნება? შედეგი იქნება ცუდი, ხო სწორია? ანუ არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნისა. ამიტომ ის რაც ხდება, სხვადასხვა რამეებით იფარება. ერთ-ერთი ძალიან კარგი გადამფარავი თემა იყო რობერტ სტუარტს მიერ დადგმული სპექტაკლი, საერთოდ არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ მშვენივრად გადაფარა გარკვეული სიტუაცია და ამასობაში წამოიწია თემა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი სასწაული მოვლენა მსოფლიოში მალე მოგვევლინება, როგორც ჩანს, ქვეყნის მმართველად და ამას უკვე ნიადაგს უმზადებენ, ხო? ეხლა მე შემიძლია გითხრათ, მე ახალგაზრდა კაცის მიმართ არაფერი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ იმისთვის, რომ მან სახელმწიფო მართვაზე პრეტენზიები განაცხადოს, მან გაიაროს ცხოვრებისეული გზა, მან უნდა აჩვენოს საქართველოს, რომ მას შეუძლია და მას დაჭირდება არანაკლებ 10 წელი, 10-15 წელი, დააკვირდით რამდენი წლის არის და თქვენ შეიძლება მიიღოთ შედეგი, როდესაც ისეთური ზბრბო, რომელიც თავს ახვევია ხელისუფლებას, შეიძლება ავტომატურად გახდეს ამ სრულიად დამანგრეველი გადაწყვეტილების მხარდამჭერი, როდესაც შეიძლება შვილი მოგვევლინოს თითქოს ეს ბაგრატიონების, ჯერთი ბაგრატიონები ცალკე თემაა და ცალკე უბედურება იყოს საქართველოსთვის, მაგრამ ეხლა შეიძლება არა გვირგვინოსანი ბაგრატიონი მოგვევლინოს აქ, როცა მამა ისე გადასცემს შვილს, თითქოს ეს მისი სამფლობელო იყოს და შეეძლოს. ეს შეურაცხყოფა სახელმწიფოსთვის, ეს შეურაცხყოფა ქვეყნისთვის. ეს შეურაცხყოფაა ისიც, რომ კონკრეტული პიროვნება 6 თვეში გენერალ-მაიორი ხდება და ამით ფაქტობრივად სპეცსამსახურებში, პოლიციაში და ასე შემდეგ დარწმუნებული ვარ. მე არა მაქვს ურთიერთობა ამ ორგანოებთან, დარწმუნებული ვარ. ძალიან შორს რო არ წავიდე, ათობით და ასობით ძალიან წესიერი ქართველი პროფესიონალი იქნება იქ, რომლებსაც არა მარტო თანამდებობას არ უმატებენ დამსახურების დამიხედით, არამედ საერთოდ სათვალავში არ აყავთ, უბრალოდ თუ წავლენ, ამაზეც კმაყოფილი იქნებიან. მაგრამ ვიღაც მდინარაძე მოიყვანეს რაღაც მიზნით, არიქად, არსებობს რაღაც სამხედრო წესები, არსებობს მორიგი
ჩინის მინიჭების ვადები, დამსახურებები და ასე შემდეგ და გახადეთ, ანუ ჩააფურთხეს სულში უამრავ ქართველ სპეცსამსახურის და პოლიციის და ჯარის ნაწილები, ჯარში არანაკლები კორუფცია, არანაკლები დამცირება, ძალიან სერიოზული სამხედრო კადრებისა, ძალიან სერიოზული კიდე გეუბნებით, არაერთი ძალიან მაღალი კლასის სამხედროსთან მისაუბრია, რომლებმაც გაიარეს თუ გნებავთ შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალი დონის მომზადებები, მაგრამ როდესაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დაიწყო ჯარის გრევა, ამ ხელისუფლებამ წარმატებით გააგრძელა. იქაც სრული უპერსპექტივობა არის წესიერი, ცოდნე და თავდადებული ადამიანებისა, თუ შენ პლანის ხელი არ გფარველობს, აი ამერი ქვეყანა შევქმნით. ამიტომ მე გავიმეორებ ერთ ფრაზას, რომელიც უკვე ვთქვი, თქვენ გინდათ, რომ სხვისიშვილის წარმატებამ ეს ვისაც ეკუთვნის იმან მიიღოთ, ბოროტებამდე მიგიყვანოთ და სისულელეები წეროთ და ამ დროს გამოკრული გაქვთ თქვენ გვერდებზე ბიძინა ივანიშვილის და მიშა სააკაშვილის სურათებით. ახლა მე გეკითხებ, თქვენ თუ ჩამოყალიბებული იდიოტები არ ახართ? შეიძლება მიშა სააკაშვილის სურათი გქონდეს გამოკრული, ბავშვები გეკავოს ხელში და შენ იმ ბავშვების წარმატება გინდოდეს? არა აქვს მნიშვნელობა თუ გინდა ბიძინა ივანიშვილის სურათი გქონდეს. ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავად პატრონობს თავის შვილებს და აგერ მალე ხელმძღვანელად უნდა მოგართვას ქართველებს ერთ ნაწილი, ქართველებს წყალებში, იმიტომ სეთურის გორს ეროვნება არა აქვს, უკვე ეს გრგოვა და მეტი არაფერი. ამიტომ წარმატება თუ გინდათ, მე განათლებაზე ვსაუბრობ რამდენი ხანი. საბედნიეროდ გავიარე ისეთი გზა, რომელიც ძალზე იშვიათად შეიძლება ვინმე გაიაროს. ჩემი წიგნებია. კვირას მე 8 საათზე ლექციას ჩავატარებ აქ ზუსტად სწორედ იმ თემაზე, რომელიც ჩემი ლექციების გაგრძელება იქნება და ძალიან საინტერესო თემაზე ჩავატარებ, იმიტომ რომ ეკონომისტებისთვის იქნება განკუთვნილი, მე ვისაუბრებ სრულიად განსხვავებულ არითმეტიკაზე, ვიდრე ჩვეულებრივი არითმეტიკაა. ამიტომ ვისაც მიაჩნია, რომ 2 მივუმატოთ 2 4-ია, ეს მიაჩნია ყოვლის მცოდნე ადამიანებს, თორემ პროფესიონალი არასდროს არ გეტყვით თქვენ, რომ 2 მივუმატოთ 2 არის 4. პროფესიონალი იკითხავს, როგორია შეკრების წესი. იდემპოტენტურ არითმეტიკაზე და ალგებრაზე ვისაუბრებ, იმ სფეროებზე ვისაუბრებ, სადაც არამატერიალური სფეროა და ბალანსების შექმნა მოითხოვს არაჩვეულებრივ არითმეტიკას. საწარმოში როგორ დგება ბალანსი, მე მგონი ბევრმა იცის რა იხარჯება, რა ღირს და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთ სფეროებში, როგორიც დაკავშირებულია მეცნიერებასთან, ასე არ ხდება. და მე იდემპოტენტური ალგებრის მაგალითს მოვიყვან, რომელიც ძალიან გავრცელებულია საქართველოში, მაგალითი, კერძოდ სავალუტო ოპერაციები და მე არაერთხელ დამირეკა მშობელმა და მითხრა, მე დაამთავრა სკოლა ჩემმა შვილმა და მეუბნება, რომ აი ახლა უნდა შევიდეს კურსებზე, ბირჟაზე ისწავლოს ესე იგი ოპერაციების გაკეთება და ამით იცხოვროს, რადგან თურმე ამით დიდი ფული იშოვება. მე თავიდან ბოლომდე აუხსენი, რომ სკოლა დამთავრებულს და თუ გნებავთ ქართულ უნივერსიტეტში მოსწავლე სტუდენტს არანაირი შანსი არ აქვს ბირჟაზე ვაჭრობის წესებში გაერკვეს, იმიტომ რომ მე მოვიტან მაგალით, თუ რის საფუძველზე ხდება იმ ფუნდამენტალური წარმოდგენების შექმნა და ამას ჩვეულებრივი არითმეტიკა არ ჭირდება, იდემპოტენტური არითმეტიკა ჭირდება და როგორი უნდა იყოს ის პრინციპები, რომელთაც მიიღება შედეგი. ამიტომ რატომ გეუბნებით ამას? იმის ნაცვლად თუ რომ
ახალგაზრდები მეკითხებოდეს, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ, მე ეს რამდენიმე ძალიან სერიოზულმა ახალგაზრდამ თხოვა, რაც ურჩევდი მათ, თუ ისინი თავისი გარკვეული არჩეული გზით წავიდოდნენ. ცხადია, მე მოხარული ვარ ყოველი ასე კითხვისა და ყველას ვეხმარები, რაც კი შეიძლება. ამ მიშა გამოკრულ ახალგაზრდებს გეკითხებით, თქვენ საცუდოებო. იმის ნაცვლად, რომ კითხოთ რაიმე, იმის ნაცვლად, რომ წესიერად ისწავლოთ საუბარი, თქვენ მამებს დავაფურთხეთ, სად გაიზარდეთ ამნაირები, ალბათ ოჯახით გაქვთ ასეთი, ხო? რაებს წერთ, რა სისულელეებს, საიდან იგონებთ ამ სისულელეებს და თქვენ გონიათ რაიმე ზემოქმედება აქვს ამას შემდეგ, იმ ქალბატონებს და გოგონებს მიმართავ, სად გაიზარდეთ, თქვენ საცოდავებო თქვენ. ამიტომ განათლება თუ გინდა, წარმატება გინდა, იქნებ იკითხოთ რაიმე, იქნებ რაღაც შემიძლია მაგალითები, ხომ კითხულობთ, რატომ გაბოროტებთ ის, რომ ჩემმა შვილიშვილმა წარმატებას მიაღწია, კიდე მიაღწევს სხვა, შვილმა წარმატებას მიაღწია ერთმა მეორე. აბა რა იქნება? ჩვენ მთელი ცხოვრება გადავდეთ და ყველაფერი ჩავდეთ ჩვენ შვილებში, ყველაფერი. მიშა სააკაშვილის დროს ამ შუქურას დროს თუ რაიმე გაგვაჩნდა ყველაფერი გავყიდეთ და ჩვენ შვილებში ჩავდეთ, რომ მათ არაფერი დაკლებოდათ. ხო და თქვენ ახლა შემომიხდებით აქ და ჩვენი შვილები ჩელიაბინსკი, შენი შვილები ჩელიაბინსკში კი არა დედა აქვთ უკვე ნატირები და გეყოლებათ. თქვენი გადამკიდე, თორე ბავშვები შეიძლება შესანიშნავი იყოს და წესიერ გზაზე ძალიან დიდი წარმატება მიაღწიონ, მაგრამ თქვენაირი მამებისა და დედების ხელში თქვენ შვილებს დედა აღარ ყავს უკვე. ეხლა ფრად ქუთაისურად არ გეტყვით და უხეშად არ გეტყვით, თუმცა გეკუთვნით თქვენ რომ უხეშად გესაუბროთ, თქვენ გინდათ რომ თქვენი შვილები წარმატებული იყოს? არ იქნებიან წარმატებული და თქვენ ახართ ამაში ყველაზე დიდი დამნაშავეები. ასე რომ საით წავიყვანე საუბარი, მე ავწერე სიტუაცია. საქართველო ამოვარდნილია ამ სიტუაციიდან. კიდე გეუბნებით, ნახეთ რაზე საუბრობს ყოველდღე მთავრობა. რაზე საუბრობს ყოველდღე ოპოზიცია. ეს ოპოზიცია თორე ქართული ხალხი სავია თავის წიაღში, ძალიან იმაზე უფრო სავია, ვიდრე ბევრს გონია. ქართულთა დიდი გაერთიანება სწორედ იმიტომაა შექმნილი, რომ ამ საღადამიანებს მოუყაროს ერთად თავი. ეხლა მოგვართავთ ყველას, ვისაც ჯერ ვერ გაგიდგავთ ნაბიჯი, ვინც ჯერ კიდევ გარკვეული საფრთხის გამო, სიფრთხილის გამო აბსოლუტურად მისაღებია ეს, მაგრამ ჩვენ ცოტა დრო გვაქვს. ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, რომ შევაჩეროთ და ბლოკირება გავუკეთოთ ამ ნეგატიურ პროცესებს ქვეყანაში. ამიტომ ქართველების ერთობა ერთადერთი რა, რომ თავარი არის არსებობდეს ქვეყანაში ძალა, რომელიც ნეგატიურ პროცესებს გააჩერებს. აი, როგორი უნდა იყოს ეკონომიკა მოწყობილი, ხშირად მეუბნებიან, იქნებ ბროშურა გაგვიკეთოთ, რომ ჩვენ ხალხში პარტია კი არა, თქვენ ესე იგი პროპაგანდა დაგიწყოთ და აი არის ხმა მოგვეცით და მოდით აქ და ესე იგი გეუბნებით ქვეყანა თავზე გექცევათ, მალე აღარ გექნებათ, გიყიდიან ამ ქვეყანას. ხედავთ რა ხდება, თავისი შვილების წამოწევა უნდა და თქვენი შვილები სადაც არიან, იმაზე უარეს ადგილზე იქნებიან. მოდით ყველა ერთად დავილაპარაკოთ, რომ შესაძლებელი იყოს აგიხსენით არაერთხელ და კიდევ ალბათ. ეს ძალა შეძლებს იმას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც აღიარებს ქართულ სახელმწიფოს, დამოუკიდებელ ქართულ არსად არ შეტენის, ვერავის ვერსად ვერ შეტენით თქვენ ამ ქვეყანას, ამას ნებას არ მოგცემთ ჩვენ. ქართული ფანტასტიკური კულტურა, ქართული ხალხი, ქართული ენა, ეს არის მთავარი, ჩვენ შეთანხმდებით, დიდ შეთანხმებას გავაკეთებთ,
მე წესიერი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება და ვინც გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს, ხმასაც ვერავინ ვერ ამოიღებს. აი ეს არ უნდა დღევანდელ ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ესენი მტრები არიან, მტრებითო შეგაიკეთო ხელისუფლებაში ხარ. მე რას მითხოვ, მითხარ, მე დავიჭირო, მე გავასამართლო, ჯერტი იჭერ იმ ხალხს, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს იმ დონეზე საფრთხეს, რომ ახალგაზრდა კაცი დასე შენ არ გავუკეთე ორგანიზება ამ პროტესტებს. შენ არ მიეცი ნება იმ პეტარდებით და იმით გამოსულიყვნენ და რუსთაველზე ის კონცერტები ეკეთებინა. გასაგებია იქ ბევრი მოტყუებულია და არ იცის, მაგრამ ორგანიზატორები ხო თქვენ ხელში იყო ყველანი. ამიტომ ცოტა დრო რჩება, სხვა პერსპექტივა არ არის. პარტიებში თქვენ ვერ მოძებნით, რომელსაც შეუძლია ნეგატიური პროცესის დაბლოკვა, ამიტომ ეს უნდა გაკეთდეს ხალხის მეშვეობით, სამი ქართველების მეშვეობით. მე ყველას არ მოუწოდებ ჩვენთან მოსვლას, ჩვენთან მოვა ეს ხალხი, ვისაც ტკივა ეს ქვეყანა, თორე სურად გამოკრულ ბელადოვანით შეპყრობილი ადამიანები 100 წელი არ გჭირდება, მოეწყობა ეს ქვეყანა და იცხოვრეთ, მე ეგ არავინ არ გერჩით თქვენ, მაგრამ იქნებით სამარცხვინოები, თქვენივე თავის თქვენ თვითონ შეგრცხვებათ, გინ მიშა სურად გამოკრულებს და გინ ბიძინა სურად გამოკრულებს. თუ არა და ნახავთ, თუ არ იქნება ასე. ამიტომ თავარი არის ის, რომ ამ პრობლემებს როგორმე მოუარა. ქვეყნის შიგა პრობლემები გაცილებით უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე გარე პრობლემები, იმიტომ რომ გარე პრობლემების ერთი სრულიად ჩვენგან დამოუკიდებელი, რომ იტყვიან მოწესრიგების გზა არის ის, რომ მთავარი მოთამაშეები თავიანთი ინტერესების ბალანსის ფარგლებში, მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოცემულ სამხრეთ კავკასიას რაღაცნაირად დააბალანსებენ საკუთარი ინტერესების ფარგლებში. მაგრამ ჩვენ შიგა პრობლემები გვემუქრება. ჩვენ გვემუქრება პრობლემები, რომელიც უკავშირდება დემოგრაფიას და ხელისუფლებას, ეს თემა ფეხებზე კიდია. ჩვენ გვემუქრება წყვეტა განათლებაში, იმიტომ რომ განათლების სისტემა, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც ახლა რეფორმა გააკეთეს თუ აკეთებენ, რაც საერთოდ კურიოზულია, ეპოქა იცვლება, ტექნოლოგიური წყობა იცვლება 4 წელიწადში და წინა ხაზზე გამოდის არა ის როგორ არის რა თავარი მემართულებებია, ესე ტურისტული ხაბი უნდა გახდეს, ხო კიდე რა უნდა გახდეს, ესე იგი სატრანსპორტო დერეფანი და ამ ბრიღმებს სრულ უვიცებს ეკონომიკისა, ფინანსებისა, მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნის განვითარება, არ არის ესე. ქვეყნის განვითარება არის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების შექმნა, ქართული აზროვნება არის საოცრად გონება გახსნილი. ქართულ ახალგაზრდებს შეუძლია ფენომენალური წარმატებების მიღწევა საბუნების მეტყველო და საინჟინრო სფეროებში. ეს არის ხვალინდელი დღის მომავალი. შეერთებული შტატები თავისი ამ ნეოლიბერალური წარსულის გამო ეხლა ცდილობს გაასწოროს ის, რაც დააზიანა და ამის გამო ჩინეთმა და ინდოეთმა და ირანმა მას გადაუსწროს სერიოზულად მეცნიერული პრობლემები აქვს, სერიოზული პრობლემები აქვს, იმიტომ რომ თუ მსოფლიოდან არ მოკრიბეს საუკეთესო ნაწილი იმ უნივერსიტეტებში, სადაც 4%-ია მხოლოდ საბუნების მეტყველო და საინჟინრო სპეციალობები, ამ უზარმაზარ ქვეყანას არ ყოფნის სპეციალისტები. ამიტომ ის რაც არის ღერძი განათლებისა, საბუნების მეტყველო, საინჟინრო სპეციალობები, არის თანამედროვე სიტუაციებზე აწყობილი ჰუმანიტარული საგნები, რომლებიც არ შეიძლება ისე ისწავლებოდეს, როგორც ისწავლება საქართველოში. ჰუმანიტარული განათლებისა და საბუნების მეტყველო განათლების შერწყმა ხდება, რადგან ეს იძლევა ყველაზე დიდ ჰორიზონტს აზროვნებისა,
ამის გაკეთება უნდა, ამას მსჯელობა უნდა, მანახეთ ერთი კაცი, ეგრეთ წოდებული განათლების სფეროში დაკავებული, რომელსაც სერიოზულ სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესზე უსაუბრია, რა განაპირობებს ამას, რა ჭირდება საქართველოს მომავალი ეს არის. განათლება და მეცნიერება, აწყობილი ინსტიტუტებია და ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდების ფანტასტიკური ნიჭისა და უნარის განვითარება. ამის ნაცვლად ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს ანადგურებს. ყველაფერს ეშველება გარდა განადგურებულ განათლებას. რატომ? განათლების აწყობა წყვეტის შემდეგ სულ ცოტა მოითხოვს 2 ათეულ წელიწადს. ჩვენ უახლოვდებით წყვეტას განათლებაში, რადგან მე არერთხელ მithვამ ძალიან გაღიზიანებული და ძალიან უხეში საქართველოში შორს რო არ წავიდე, თუმცა საინჟინრო ძალიან სერიოზულ საგნებთან მქონდა საკავშირი. შემიძლია გითხრათ, საინჟინრო სპეციალობებზე მოსწავლე ერთ სტუდენტს ვერ მომიძებნით, რომელსაც მე გადაუშვი იმ სპეციალობაში სახელმძღვანელოს და ის წაიკითხავს. კიდე მეორეს გეუბნებით, ძალიან უხეშად გეტყვით, ყველა იმ პროფესორი კი არა, რა ქვია, აკადემიური დოქტორი, ხო? ანუ სიაფანტობა, ხო სწორი? ვინ მოიტანა ეს სიაფანტობა? ქართულმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ, რა ქვია? მეცნიერი თუ არ არის კაცი და თუ ის მეცნიერებაში არ არის და თუ მას წიგნები არ აქვს, აუდიტორიაში რა უნდა? წიგნები გააჩნია რა, თორემ ზოგიერთი ისეთი წიგნი მაქვს დანახი უაიჩვენებს, ხო? საბუნებისმეტყველო საგნებში. გარდა სპეცსკოლები თუ არ აქვს დამთავრებული, აი კომაროვის ტიპის და კიდე ქუთაისში არის, ხო? ძალიან ვიწროთ, რა. ეხლა ღიად გეუბნებით, მანახეთ ერთი სტუდენტი ბოდიში მოვიხდი, თუ საპირისპირო იქნება, ეკონომიკაზე და ფინანსებზე რომ სწავლობს, რომელსაც შეუძლია ეკონომიკაში და ფინანსებში, აი დავანებოთ ტოპ უნივერსიტეტებს, აი ნორმალური უნივერსიტეტის სახელმძღვანელოს წაკითხვა. არ არსებობს ასეთი სტუდენტი. არ არსებობს სტუდენტი, რომელსაც შეუძლია დღეს ქართულ უნივერსიტეტებში, სადაც ეკონომიკა და ფინანსები ისწავლება, დაძლიოს ერთმა კაცმა მაინც ის კურსი, რომელიც ფინანსების თეორია ქვია, ის კურსი, რომელსაც მაკროეკონომიკა ქვია თანამედროვე. აბა რაზე ვლაპარაკობთ? რის რეფორმას აკეთებ? მენეჯმენტი, ტურიზმი, რა, სუფრის გაწყობა, კიდე ბორდელებში მომსახურება, სასტუმროები, იგივე ნახევრად ბორდელებია, რესტორნები, ესაა ქართული ნიჭისა და უნარის განვითარების პერსპექტივა. ამით გინდათ საქართველოს გადარჩეს? მე გეკითხებით, ამ ხელისუფლების არ მაინტერესებს, აბსოლუტურად უვიცი ხალხი არის საქმეში. თორე ისე დედიკოს უყვარს, ალბათ თითოეული მადიანი ახალგაზრდა ბიჭები არიან და ალბათ სახლში ძალიან უყვართ, ხო? ბუნებრივი. მე გეუბნებით, რასაც აკეთებენ. არაფერს არ აკეთებენ იმას, რაც ქვეყანას დღეს სჭირდება. აბა გეკითხებით, ვერ გავიგეთ, თქვენი შვილების მტერი ხარ? კიდე გეუბნებით, პარლამენტიდან გამოვედი, მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გავყიდეთ, თუ რამე გაგვაჩნდა. 23 წელი დაქირავებულ ბინაში ვცხოვრობ თბილისში. უბრალოდ ჩემმა ქალიშვილმა და სიძამ იყიდეს ბინა, უფროს ჩვენთვის იყიდეს, თვითონაც იყენებენ, როცა ჩამოდიან, მაგრამ და შემიშვეს, ყველაფერი გავყიდეთ, რომ შვილებისთვის ჩავდეთ. მე ჩემს მაგალითს არ მანძოგადებ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა არ ვიცოდით. შვილებისადმი დამოკიდებულება. მე ვერავის ვერ მოთხოვ, ასე მე გავთქვი ის, ამიტომ ვიღაც რომ შემოხტებით აქ და ჩემს შვილებზე რაღაცას დაწერთ ან შვილიშვილებზე, რაღაც ღმერთის ნაცახი ხო უნდა იყოს თქვენში. დედაშენმა და მამაშენმა შენაირი უტვინო რო არ გამოსულიყო, გაყიდა ყველაფერი და იზრუნა იმისთვის. ჩვენ გარდა იმისა, რომ ყველაფერი გავყიდეთ, მათ შორის ქორწილის ბეჭდები გავყიდეთ, რომ ერთი თვე შეგვენახა ჩვენი შვილი, სადაც იყო ლონდონში.
ამას ვერავის ვერ მოთხოვ, მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ჩვენ მეტი არ ვიცოდით და მთელი ცხოვრება განათლებაში ვართ გატარებული და შვილებს რა უნდა ვასწავლოთ და რა გზა მიგვეცა, ეს ვიცოდით და გავაკეთეთ. არანაირი ფასეულობა ჩემთვის რაიმე ნივთს არ აქვს და არასდროს არ მიცხოვრია იმ ცხოვრებით, რომ შვილებზე დავიჯერე წინ რაიმე დამეყენებიან კარიერა ან რაიმე ვიყავი. ნახე სიგლახე, წამოვედი და დაქირავებულ ბინაში გავაგრძელე ცხოვრება. კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქციის ლიდერმა. და ეხლა ამათ რო უყურებ მილიონერების ჯოგი შეყრილი პარლამენტში, ძარცვავენ ქვეყანას და გამოდის პრემიერ-მინისტრი და ამბობს სისულელეს კომისია უნდა შექმნაო და ფასები ვარეგულირო. თქვენ ვის დასცინით? ვისი ფასები უნდა არეგულიროთ? ხელისუფლება და ბიზნესი, ოლიგარქიული ბიზნესი და ხელისუფლება შეკრულია ერთად და ერთად ძარცვავს სახელმწიფოს. ერთად ძარცვავს მოსახლეობას. დასავლეთის ორიენტაციაზე რომ საუბრობ, დიდი ბოდიში და რა ჩემი ფეხების დასავლეთზე ორიენტირებული ხალხი. კარლ პოპერი გაგიგონია თქვენ? წაგიკითხავთ მისი ფუნდამენტალური, ვერ წაიკითხავთ, უზარმაზარი წიგნია ძალიან რთული. თავისუფალი საზოგადოება და მისი მტრები. წაგიკითხავთ მთავარს რას ამბობს იქ ერთ-ერთ როგორც კი ხელისუფლება და ბიზნესი ერთად შეიკრება იმ ქვეყნის მომავალი დასრულებული. კარლ პოპერი მე მგონი გაგონილი უნდა ქონდეთ, ზოგიერთს მაინც რაღაც წარმოდგენა უნდა ქონდეთ, ხო? ფეხებზე კიდე თქვენ კარლ პოპერი და ყველაფერი, ხო, თქვენ? დაფინანსება გჭირდებოდა. ეხლა მოიდგით წელი და გასაკეთებთ კომისია შექმნით, რომ ფასები გიო. ეკონომიკა თქვენ არ იცით. ფინანსები თქვენ არ იცით. სახელმწიფო მოწყობის ცოდნა თქვენ არ აქვთ. როგორ უნდა გატარდეს მექანიზმები და რა მექანიზმები უნდა ამუშავოთ არ იცით. აბა მანქანაში ინჟინერი თუ არ არის და კონსტრუქტორი თუ არ არის და პოლიტიკაში ის კონსტრუქტორი პოლიტიკური და ის ინჟინერი პოლიტიკური არ არის, ვინც სახელმწიფო კონსტრუქციას ააკეთებს, როგორ უნდა იმუშაოს ამ სახელმწიფოს. ესე იგი, მოგმართავთ ახლა ჩემს თანამემამულეებს. მასხრად ხო ავიგდეთ 33 წელია საკუთარი თავი. მასხრად ავიგდეთ ქვეყანა. ეს ხელისუფლება არჩეულია 40%-იც არაა მთლიანად. საქართველოს გეკითხებით. ოჯახი ხო გიყვართ და გიყვართ, თავს დადეთ თქვენი შვილებისთვის. ხო და თუ არ გავაკეთებთ რაიმეს, შესანიშნავი პერსპექტივა აქვს საქართველოს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც იგი მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოექცა, სამხრეთ კავკასიასთან ერთად. ფუნქციის აღება შეიძლება. ეკონომიკის გამართვა შეიძლება, ყველაფერი გაკეთებულია, ყველაფერზე შეიძლება საუბარი და შემიძლია დიდი პასუხისმგებლობით გითხრათ. არ მოიძებნება საქართველოში ჯგუფი, რომელსაც პროფესიულად შეიძლება ჩვენთან დიალოგის გამართვა. ჩვენ საკამათო არავისთან არ აქვს. ჩვენ მზადა ვართ საქმეზე ვესაუბროთ ყველას. მაგრამ ამ საქმის მოსაუბრე სხვა მხარეს ჩვენ ჯერჯერობით ვერ ხედავთ. დემაგოგია, ბელადომანია, ტყუილი, ძარცვა ქვეყნისა, რომელსაც ძიტანს ქართველი ხალხი. ფინიშია, ფინიში მოდის. დემოგრაფიული ფინიში მოდის. მეტი ხალხი აღარ დარჩება. დასაქმებას არ გააკეთებს ეს ხელისუფლება. და ხვალ მე შეიძლება ერთ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა, სადაც საუბარი იქნება იმ კეთილდღეობაზე ბჭყალებში, რომელსაც პროპაგანდას უწევს ხელისუფლება. თუმცა როგორ ვითარდება ხელისუფლება, როგორ მდიდრდება ქვეყანა და მე მესმის ამ ხელისუფლების. დიახ,
სეთულის ბრო ბოლომდე უნდა გასრესოთ. მალადაც, ყოჩახ. მაგრები ხართ. საკუთარი ხალხის ძარცვაში ხართ უმაგრესები. და ხალხი იტანს ამას, იმიტომ რომ წააქციეთ. ნაწილი. თქვენ გიგონიათ რომ ყველა წააქციეთ, მაგრამ ყველა ვერ წააქციეთ. თუ არ გჯერათ, თქვენ ამას დაიჯერებთ. მეც აღარ შეგაწყენთ თავს, უკვე გავიდა 1 საათი, აბსოლუტურად საკმარისია ამ ეტაპზე საუბრისთვის. კვირას 8 საათზე მე გავაკეთებ ძალიან საინტერესო ლექციას, პროფესიულ ლექციას, ეკონომისტებისთვის, ფინანსებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს მიდრეკილება ამ სფეროსადმი და თქვენ ნახავთ. ის სავალუტო ოპერაციები თქვენ რომ გასწავლეთ და თქვენ რომ იცით წყალებში, თუმცა რა საფუძვლებზეა, რომლის შესახებაც თქვენ ნამდვილად არაფერი არ იცით. ამიტომ საინტერესო ლექცია იქნება. შემდეგ კი მე იმ კვირაში ალბათ უფრო კვირის ბოლოსკენ ამერიკულ ახალ სრულად მიმართულებაზე, რომელიც რამდენიმე წელია ჩამოყალიბებული, ახალი კონსერვატიზმის იდეოლოგიებზე, უძლიერეს და ძალზე ინტელექტუალურ ადამიანებზე ვისაუბრებ და თქვენ გეცოდინებათ ის თუ რა ხდება შეერთებულ შტატებში, სინამდვილეში და რა ელიტას ებრძვის. რაც შეეხება რუსეთს გითხარით, არავინ არ იცის. იქ შეიძლება სისხლის ტბები დადგეს. იქ შეიძლება უზარმაზარი კრიზისი დაიწყოს და ვინც რუსულ სიტუაციას აკვირდება, მან იცის როგორი მიმართები კეთდება ამ ხელისუფლების მიმართ, რომელიც რუსეთშია, რომელიც 25 წელია ჩალპა თავიდან ბოლომდე. და თქვენ გინდათ მე დამაბრალოთ ის რომ მე მინდა ჩელები, მეტი თქვენი პატრონი დედაც. დიდიან პატარიანად, ვინც ასეთი სისადრებლე დაგიწერიათ. მე ისევე წინააღმდეგი ვარ ევროკავშირში საქართველოს შესვლის, როგორც ნებისმიერ სხვა შემისვლა, სადაც არ უნდა იყოს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამას უნდა დაფასება, ამას უნდა განვითარება და არა იმ კრეტინული პოლიტიკის გატარება, რასაც 2003 წლიდან მე არაფერს ვამბობ შევარდნაძის მთავრობაზე. ის შევარდნაძის მთავრობა 92 წლის სამხედრო გადატრიალებით მოსული არის ყველაზე დიდი დამნაშავე და წინა ხელისუფლება და დღევანდელი ხელისუფლებაც არის შევარდნაძის ხელისუფლების პირბშო და წარმატებით გავრცელებელი იმ დამანგრებელი საქმისა, რომელიც შევარდნაძე, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა შევარდნაძემ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1972 წლიდან, რომელიც მე შესანიშნავად მახსოვს. კარგად დამდებოდეს, ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში.